გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მაესტროს მსმენელებო. მე გახლავართ ჩალვარამიშვილი, ნართია მიქიაშვილი და მე ვაკეთებ გაცემას სუბიექტური აზრი. სამომშვიდობისა დღეს ყავს ძალიან საინტერესო და თქვენთვის დიდი ხნის უნახავია ჩვენთვისაც გია გაჩეჩილაძეს ასე ნანატრი თუმცა ვიდრე გადავიდოდეთ გია გაჩეჩილაძეს სუბიექტური აზრის მოსმენაზე, მანამდე დღის განმავლობაში მომხდარი ახალი ამბები არის. ძალიან საინტერესო ახალი ამბებია დღეს მომხდარი, მაგრამ თავარი შეკითხვა მაინც ეს არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. მე რა ინფორმაციაც მოვიძიე ჩემთვის ეს ნათია მიქიაშვილისთვის დავადასტურე რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე დღეისა გუშინდელის ჩათვლით მაინც აუცილებლად იქნებოდა და მე ვარაუდობ რომ უკანა რიცხვით ან განკარგულება გამოსცა სააკაშვილმა ან ბრძანება რაღაცა. იცით შეუწყდა იმიტომ რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 2004 წელს არის რეგისტრირებული ერთი ბიძინა ივანიშვილი, ანუ სახელი გვარი დაბადების კი რომელიც ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს, თუმცა 2005 წელს უკვე ამ მონაცემების მიხედვით სხვა პირადობის მოწმობის ნომრით, ანუ მოწმობის ნომერია მხოლოდ შეცვლილი, რეგისტრირებული იგივე მონაცემებით კარუსელში იღებდა მონაწილეობას. კარუსელში არ იღებდა მონაწილეობას, გეტყვი რა ხდება კანონმდებლობით, ანუ საქართველოს ორგანული კანონით მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის ესეთი რამ გათვალისწინებული. თუ პირი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მან მიმართა პრეზიდენტს თხოვნით, ანუ პრეზიდენტს აქვს უფლება მისცეს ორმაგი მოქალაქეობა, ხო, განკარგულებით. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იყო, იმიტომ რომ 2010 წლის მონაცემებითაც კი ბიძინა ივანიშვილს აღმოჩნდა, რომ საქართველოში არჩევნებში აქვს მინიმალური ამ იურიდიულ ნიუანსებში გარკვევას შეეცდება ეკაბესელია, რომელიც ხო სტუბრად ჩვენთან იმედი მაქვს მოვა, რა თქმა უნდა. მოუცლელობის გამო ის ვერ ჩაერთო ჩვენთან პირდაპირ ეთერში ტელეფონით. არ იცალა უბრალოდ. არ იცალა, იმიტომ რომ ეხლა რაღაც თათბირი აქვს და ეკაბესელია, სხვა შორის ეკაბესელია როგორი ქალია, იცი როგორი ქალბატონია, რომ იწყებს პირადი ადვოკატობით და მე ამთავრებს პარტიის გენერალური მდივნობით, რა ვიცი. იცი რა, ეს მხოლოდ მის ასე ვთქვათ ღირსებებზე მეტყველებს, იმიტომ რომ ეკა არ არის ასე ვთქვათ ის ადამიანი, რომელსაც ჩვევია ხოლმე ხშირად პარტიიდან პარტიაში შერული, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ირაკლი ოქროაშვილის პარტიის აქტიური წევრი და ვთქვათ, იყო ირაკლი ოქროაშვილის ადვოკატიც. ოქროაშვილის ადვოკატი იყო და შემდეგ გახდა. აი, სწორედ ამ გამოცდილების გამო ის ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა შემდეგ უკვე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას და ერიდებოდა კიდეც ვთქვათ გაწევრიანებას და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ დავა სამართლებრივ სივრცეში გადავა, ეს მაინდა-მაინც ხელსაყრელი ბიძინა ივანიშვილის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დრო გავა ძალიან არა, 6 თვეში უნდა გადაწყდეს კანონის ზღუდავს სასამართლოს. 6 თვე კი, მაგრამ ეს პარტიას საკუთარი სახელი. საკუთარი სახელი შეიძლება უამრავი სხვა ნიუანსი არსებობს, უამრავი. ხო, თუმცა არ დაგავიწყდეს შალვა, რომელსაც მინდა ის კანონი შევახსენო, რომელსაც ჩვენ საუბარი გვქონდა სულ რამდენიმე დღის წინ, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ინიცირებული არ ვიცი მიიღო თუ არა ამ ეტაპზე, თუმცა აუცილებლად მიიღებს, რომ პროკურატურა შეუძლია ნებისმიერი საბანკო ანგარიშის მონიტორინგი აწარმოოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ემზადებოდა ხელისუფლება. მათ იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საგულისხმოა ის, რომ უმრავლესობის ლიდერებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის პროექტი, ესე იგი ძვირფასო უმრავლესობის ლიდერებო, როდესაც პრეზიდენტი ხსნის პუტინის პროექტის გამხორციელების ობიექტებს და იძახის, რომ საქართველოს შენდება მაშინ მისი FSB-შნიკობა უნდა გავივიწყოთ და ეხლა როდესაც პოლიტიკური პარტია შექმნა, აი უკვე უნდა გაგვახსენდეს ეს რომ ღუპავს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს. ციტირებას გავაკეთებ თუ შეიძლება ლაშა თორდიას ციტირებას მოვახდენ. მისი შეფასებით ყოველთვის უშედეგო დაცრულდება ვლადიმერ პუტინის მცდელობა იყიდოს ქართული საზოგადოება და ქართული მედია ძალიან საინტერესოა. ესე იგი პუტინი გვიკეთებდა აქ თეატრს, პუტინი აფინანსებდა ქართულ მსახიობებს, პუტინი ეწეოდა უზარმაზარ ქველმოქმედებას. მარტივად რომ თქვა, პუტინს აქამდე შეუნახავს საქართველოს. პუტინი ხსნიდა ობიექტებს ბიძინა ივანიშვილის სახით და სააკაშვილი წერდა ლენს, ნუ ეს აბსოლუტურად. და ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის ალბათ საპარლამენტო უმრავლესობას, მისმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გაახმიანა ის. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მომხრე, რომ შეიქმნას ფონდი, საიდანაც პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ და არ იქნებიან მიმმუნი რუსულ კაპიტალთან. რომელი პარტიები? უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები. ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ დაფინანსება ბიუჯეტიდან და არ იყვნენ მიმმუნი რუსულ კაპიტალთან. რუსული ოლიგარქული წრეების დაფინანსების ქვეშ არ უნდა იყოს. ბატონო, მე ვთავაზობ, რომ შექმნას არა მარტო ქართული პარტიების, არამედ ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი პირების დაფინანსების ფონდი. რომ რუსებს არ მიიღო. აუ, რატო ახლა ზოგიერთ პარტიაზე მეტი რეიტინგი აქვს უბლის ხოჩებს, ნუ უბლის ხოჩების ციხეში ხედავ. ვიღაცებს პოპულარული ტიპების, აი ეს პირდაპირ კანონი, პოპულარული ტიპების დაფინანსების ფონი, რომ რუსებს არ მიეყიდონ.
არ არის სწორი? ახლა ჟურნალისტების დაფინანსებასაც. რატომაც არა? ფული არ ყარს, შალვა ფული არ ყარს. ბინძურ ფულს რო ხელი არ მოკიდებს. ნუ ეს არის აშკარად თამის კარგი, ეს ხო, ნუ ასე თქვა ლეგალური ბიზნესს ვერ გადაუჯოკრავენ ჯერ თუ ესე შეჯიბრე წავიდა რა. არ გონია. თუმცა აქ უკვე საინტერესოა ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არამხოლოდ უმრავლესობის და ნაციონალური მოძრაობის მხარეს შეიმჩნევა, ასე ვთქვათ, სოლიდარობა ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, ეს ნიშნები უკვე არსებობს. და ამის დასტურია თქვა ერთმანეთს ფრთხილად აკეთებენ ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ეს ერთობლიობა, მოდი გავერთიანდეთ ბიზნესის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჯერ როგორც ჩანს ივანიშვილი, ასე ვთქვათ, სასაუბროდ ბევრ მათგანს არ იწვევს. მე მგონი არის ასეთი პოზიცია, რომ ზოგიერთი მათგანი, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ბიძინა ივანიშვილს ელაკუცება და ხელისუფლებასაც და რაღაცნაირად აი ჯერ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, იმიტომ რომ ნახოს რომელი დაუძახებს და რომელი მიიკრავს გულში. დღეს ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მკაცრი განცხადებები აკეთეს ალასანიას გუნდმა და გიორგი თარგამარძის გუნდმა. ვებხვაძემ თქვა, რომ 6 ელის დაშლა მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ ჩვენ მართლები ვიყავით, ანუ თელავის არჩევნთან დაკავშირებით აღნიშნეს. ბოლოს ალასანიამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია არ გამოიყენოს სატელიტური პარტიები და პირდაპირ ალასანიას პირდაპირ ელაპარაკოს და შუამავლების გარეშე. სხვა შორის ივანიშვილის გამოჩენა ძალიან ცუდ დღეში აგდებს ეგრეთ წოდებულ სატელიტურ პარტიებს, იმიტომ რომ საკუთარი თავი გასჭირვებია და ეხლა როგორ გადათვლიან იმ ხმებს და რანაირად მოაწყობენ ოპოზიციური ნიშა ეხლა თითქმის დაკავებულია და კი ამოივსო ის ღრმული ამოივსო კი და ტიტანიკით რომელიც და იმეც ვიტოვებ რომ ანუ ეს საბოლოო ჯამში ანუ ისე მაყურებლის საზოგადოებისთვის ვამბობ მე რომ თქო და არ მოხდება ამის საფლის ბუშტებით გახეთქვა მაგრამ აქ საინტერესოა ის რომ თქო იგივე სატელიტური პარტიების პოზიცია ხო ისინი შედარებით კონსტრუქციულები და ფრთხილები არიან თქო ბრჭყალებში რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით აქ საინტერესოა ივანიშვილის ტაქტიკა ანუ ბრძოლის ტაქტიკა იმიტომ რომ ხტები ის შემოვიდა ძალიან აგრესიული განცხადებით მე წავიკითხა შენ გედო მის გვერდზე ვედმოსტიში გამოქვეყნებული 2005 წელს მის პირველი ინტერვიუ სადაც ის პირდაპირ აღნიშნავს ჟურნალისტი რომ ივანიშვილი შემოდის ბრძოლის ველზე ბიზნესში აგრესიული ტაქტიკა ის აშინებს და ესაუბრება ყოველთვის ოპონენტებს. ჩვენი წინადადება კვლავ ძალაშია ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ რადიო მაესტრო, ტელეკომპანია მაესტრო და კავკასია თავაზობთ ერთობლივ ეთერს. სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებულია ჩვენი. ეს ობიექტივისგან ირმაინაშვილისგანაც შევიტყო რომ ის sad არის შემოგვიერთდა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მედია საშუალებით გავავრცელებთ ამ სიგნალს ჩვენი ეთერებით და მე მგონი ურჩევნია ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს პრეს-კონფერენციის ფორმატში პირველი განაცხადი საზოგადოების წინაშე, ვიდრე მივიდეს პირველი არხის რომელიღაც ток-შოუში, სადაც მას ჟურნალისტური ხრიკები ელოდება. რა თქმა უნდა, მე მიხეილ სააკაშვილი იტყვის ამაზე, რომ პუტინს ბაძავსო. ბევრი ჟურნალისტი და პუტინი. თვითონაც არ აკეთებს ამას? ეს სოფლიოში აპრობირებული მეთოდია. კი. მოდით, ნუ გავაგრძელებთ. გია გაჩეჩილაძე უცნობი სულ რამდენიმე წუთში სუბიექტური აზრით არ გადართოთ დარჩით მაესტროზე. და გია გაჩეჩილაძის სუბიექტური აზრით დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. გია საღამოშიდობის მადლობა სტუდიაში სტუმრობის და არაფერ შემიძლია არ დავიწყო საუბარი, იმიტომ რომ რამდენიმე თვეა ფაქტობრივად ჩვენი პროდიუსერი ცდილობს შენთან დაკავშირებას და ეთერში მოძვებას, მაგრამ ისე დაემთხვა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე შემოსვლას შენი ეთერში გამოჩენა. უკავშირდება თუ არა ეს ერთმანეთს? არ ვიყავი მე თბილისში და თქვენ პროდიუსერს დავუპირდი რომ ჩამოვიდოდი აუცილებლად დაურეკავდი და ვეთქოდი რომ თბილისში ვარ თქო და გუშინ ჩამოვედი და დაურეკე და უთხარი რომ აქ ვარ და მოდი მითხრა რა. გია. არა, რასაკვირველი ხა ამაზეც ბევრი რაღაცა მაქვს. მოვლენა სერიოზული აფეთქება პოლიტიკური ივანიშვილმა ჩვენს არხს უწოდა ფსევდოოპოზიციური, ფსევდო სპეცრაზმული, სპეცდანიშნულების არხი. რა რეაქცია ქონდა როცა შენ ეს მოისმინე? მოდი მე თქვენ ერთ რაღაცას გეტყვით მაშინ რა. ერთი კი არა ბევრი. კი არის მაყურებლის შემოსვლად დამფუძნებელი. 25%. დამფუძნებელი ვარ და არაერთხელ განმიცხადებია ის, რასაც მე ვფიქრობ და არასოდეს არ დამიმალია ის აზრი, რასაც მე ვფიქრობ მაესტროს და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანის აზრი არის ის, რომ მაესტროში რაღაც ისე თუ ასე ყველაფერი კარგად ვერ არის. კი ბატონო. ეს აზრი, ეხა მე არ ვიძახი ოპინიონ მეიკერებზე, მე ვიძახი ხალხზე. არა, აი რა კუთხით ვეთანხმები რა. მე ეს ნათქვამიც მაქვს, მე მგონი თეასთან გადაცემაში სიჭინავასთან. იმდენად ობიექტური ტელევიზიის ფუნქცია უნდა რომ იკისროს მაესტრომ, იმდენად ობიექტური ტელევიზიის ფუნქცია უნდა რომ იკისროს, რომ
ადეკვატური რაც არის დღეს საქართველოში და რაც არის მიმდინარე პროცესები გესმის? ობიექტურობანას თამაშობს. ხო, არა, კი არ თამაშობს, ნუ ობიექტური უნდა რომ იყოს, მაგრამ არაობიექტურ ქვეყანაში, როდესაც სამი ტელევიზია გებრძვის, არაობიექტურად, ჩემი აზრით, მე ეს ნათქვამი მაქვს. არ შეიძლება ითამაშა ობიექტურობა. ობიექტურობა დღეს არის ჩემი აზრით. ერთი წამით. ობიექტურობა ჩემი აზრით დღეს არის ადეკვატურობა იმისა, რაც ხდება გარეთ. რაც ხდება გარეთ ჩემი აზრით, ის იმას არ მოიწევს მაესტრო. გია, მოდი. კაი, მაშინ მე შენ ესე გეტყვი. გია, კონკრეტულად შენ ტელევიზიაში გარკვეული კაცი ხარ, შოუ ბიზნესში, ტელევიზიაში. ივანიშვილი არ არის იმად გარკვეული. მე მამუკასთან ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკე ამ თემაზე და ბაჭოზე ვილაპარაკებ. მე არ ვილაპარაკობ დაუშვათ იმაზე ანატომიაზე, მე არ ვილაპარაკობ ნანა ლეჟავას გადაცემაზე და ასე შემდეგ რა. თვითონ მე ვიძახი ფორმატით. მაესტრო თავისი მოწვეული სტუმრებით, თავისი გაშუქებული გადაცემებით არასახვავს იმ რეალობას და ადეკვატურობას. ეს ხალხში იწევს ძალიან დიდ ეჭვს. ეს არის ჩემი აზრი. შენ როგორც ტელევიზიის პროფესიონალს ფორმატში არა, კონკრეტულად ხალხს დავუკონკრეტოთ, რა არის პრობლემა? ფორმატი. ტელევიზიას უნდა კონდეს თავისი ფორმატი. რა არ მოგწონს? კარგი, მაშინ გეტყვი. საკნის პერიოდი გახსოვს? კი, როგორ არ მოგწონს? იყო ის ადეკვატური იმ სიტუაციის, რაც მაშინ ხდებოდა? იყო ადეკვატური. მე მგონია რომ დღევანდელი სიტუაცია მაესტროსი არ არის ადეკვატური იმისა, რაც ხდება გარეთ და რაც არის ხალხის სულებში. მაგრამ ერთ რამეს შეგახსენებ, მე ჯერ კიდევ საკნის პერიოდში მე მაშინ მაესტროზე მუშაობდი და ნაციონალური მოძრაობის წევრები თუნდაც თოქ-შოუებში მოდიოდნენ სასაუბრო და ამით მეტნაკლებად დაბალანსება ხდებოდა, რომ ჩვენ ნამდვილად სუბიექტურები არ ყოფილიყავით და ის არ მოგსწულდა, რაც მოუვიდა ხელისუფლებას, როდესაც ჩაიკეტა საკუთარ გარემოცვაში. ანუ გია აქაც საშიშროება არსებობს და აქაც მე მგონი დასაცავია ერთი წამი კი ბატონო, დაგიკონკრეტებთ ყველაფერს, კაცო. ერთი წამი მომისმენთ, ჯერ ჩამომაყალიბებელი და მაწვევი აზრი, ხო? ესე იგი, დღეს რომ მაესტრო და კონკრეტულად მე შევდივარ ამ სიტუაციაში, თუმცა შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს თავის დამფუძნებლებთან, რომ ანტურაჟი არის სააკაშვილის დემოკრატიის. ეთახმები ვიძინას შენ. არა, ანტურაჟი არის სააკაშვილის დემოკრატიის. იმიტომ რომ ის იძახის, რომ აი ორი ოპოზიციური არხი არის და რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ. მე მოდი სამ კვირაში სამჯერ სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაც რა ქვია, მიშა თავხელიძე ან გია ნოდია, ან ასე შემდეგ და მიდის ერთი და იგივე იმის არის ამოშვება და იმის მოდი პროფესიულად ვილაპარაკოთ. კი ბატონო, პროფესიულად ვილაპარაკოთ. კი ბატონო. მე მგონი ობიექტური. არა, ოპოზიციურობა დღეს არის ადეკვატურობა ხალხში. არა. გესმის? ობიექტურობა არის. არა, ობიექტურობა არის დღეს ზუსტად ადეკვატურობა. კი, მაგაში გასაგებია? მე რას ვიძახი, რომ თვითონ ადეკვატურად რაც არის ხალხში სიტუაცია და ხალხის ხასიათში და სულში დღეს რაც ტრიალებს საქართველოში, იმას დღესდღეობით მაესტრო შინაგანად არასაკავს. გია, ერთი წუთით. ამას ვიძახი, არასაკავს. მოდი, ერთი წუთით. კი, აი სად ცდება? შეკითხვა მაშინ. პროფესიულად ვილაპარაკოთ. შენ გააკრიტიკებ, ჩემთვის გასაგები აქვს, მივხვდი რაზე გასაკრიტიკებ. ანუ საკნის პერიოდში იყო მუხტი, იყო სიმწვავე, იყო ძალიან რადიკალური განცხადებები. ეხლა ეს ყველაფერი შეცვალა თითქოს რაღაც BBC-ს, CNN-ს გავს,მა. გავს ტელევიზია, როდესაც თითქოს ვიღაცას აკრიტიკებს, მაგრამ ამ დროს არაფერი არ არის. ამ დროს სააკაშვილი იძახის, რომ მე მაგ ორი ტელევიზია მე მაკრიტიკებს, მე მლანძღავს, მიდის აბსოლუტური. ანუ მესმის, მაგრამ ორთქლის გამოშვება და საკუთაბულო ჯამში. მოდი ხა დავაკონკრეტოთ. ეს არის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია აქ მომუშავე ხალხით, ან ხელმძღვანელობით, იცი შენ, ვინც არის ხელმძღვანელობა, ან ეს არის რაღაც არ ვიცი რა, რატომ არის ეს ასე? ანუ შენ რაღაც გარკვეულ ბრალდება გამოვიდეს. მე რატომ არის გეტყვით რა? იმიტომ რომ სააკაშვილმა დღეს მედიაში შექმნა ისეთი კონიუნქტურა და არა მარტო მედიაში, რომ ყველა მის თამაშში ჩავეწერეთ. არა, ერთი წამით მომისმინეთ რას ვიზახი რა? ხო. ყველა ჩავეწერეთ მის თამაშში, ვცდილობთ რომ თეთრი ხელთათმანებით ობიექტურობა ვითამაშოთ. გესმის და ამ დროს ჩვენ და ქვეცნობიერად სააკაშვილის სისქვილზე ვასხავთ წყალს. კი, დამფუძნებლებს, აი ეს სანამ ეთერამდე მოხვიდოდი. აქ ელაპარაკე? დამფუძნებლებს ზოგს ველაპარაკე, ზოგს ფიზიკურად ვერ ველაპარაკებ რა. იმიტომ რომ არის ხა ყველაფერს საჯაროდ ვერ გამოვიდან. არის რაღაც სიტუაციები, როდესაც არა, მაგ სიტუაცია, ვისაც ველაპარაკები და გლონდთან და ბაჩოსთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ბევრჯერ მაქვს მე ნალაპარაკები, რომ მაესტრო ესეთი ფორმატით მე მგონია რომ დღესდღეობით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნამეტანი ობიექტურობის თამაშია მეთქი. დიდი ბოდიში, გეტყვი. შენ ახლა საუბრობ ისეთ რაღაცაზე, რაც უამრავი ხალხი ნახავს, რაც გახდება განხილვის თემა. შენ გარკვეულწილად ჩვენი შიდა რაღაცები გამოგაქვს გარეთ.
ეს რასაც ვფიქრობ ეს იმასთანაც ვილაპარაკე მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეგ საკითხები შენი როგორც დამფუძნებლის ამ ქონების 25%-იანი წილის ფლობელის და როგორც ამ ქონის მოქალაქის და რომელსაც მიგაჩნია რომ დიდი როლი უნდა შეასრულოს მაგრამ ამ ყველაფერზე რატო ვერ შეთანხმდით იმ ხალხთან რომელიც მართავს იმიტომ რომ უმრავლესობაში მე ვარ 25%-ის ფლობელი ისინი არიან უმრავლესობაში შალვა და იმიტომ ზივარ მე სახში და არ ვერევი მაესტროს ფუნქციონირებაში მე არა მაქვს რომ ჩავერევი 25%-იანი შენ როგორ ფიქრობ ისინი ერევიან და იმიტომ მაესტრო ასეთი შენ როგორსაც ყოველ შემთხვევაში შეთანხმებულები არიან რომ მაესტრო იყოს ასეთი რასაც მე ვეწინააღმდეგები ხლონდი იყო შენი უმრავლესობა არის მე რა პრობლემაა რა პრობლემაა და იმას ესეთი აზრი აქვს მე არა მაქვს ისეთი აზრი მე განსხვავებული აზრი მაქვს იმას გონია რომ მაესტრო უნდა იყოს ობიექტური და გონია რომ ეს არის მაესტროს ობიექტურობის ნიშა გესმის მე მგონია რომ ამ სიტუაციაში მაესტრო უნდა იყოს ადეკვატური იმისა რაც არის გარეთ მაშინ კონკრეტულად როგორც ტელევიზიონში ზეკითხები ტელევიზიონში რა უნდა გააკეთოს მაესტრომ უნდა შეცვალოს თავისი ფორმატი როგორ რა შეიძლება დატოვოს ანატომია სიტყვაზე დატოვოს ლეჟავას გადაცემა აკრედიტაციის გარეშეც მე მაგ გარეთ რო გავოთ მე ცალკეული შენიშვნები აკრედიტაციის გარეშეზეც მაქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნიუსის ფორმატი ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მგონი რომ რაღაც გადასახედია რა მე ესე მგონია ეს მამუკამაც იცის შენც იცი ჩემონათია რა ეს ძალიან კარგია მე და შენ ძალიან ბევრი გვილაპარაკია ამ თემაზე და ძალიან კარგად იცის სულ ყველა მე ესე მგონია და ვალ აბსოლუტურად გულწრფელი ამაში და რას არ ავსახავთ რა ხდება ისეთ გარეთ და რატომ ვართ არაადეკვატური მალავთ რამეს არა არ არის და მიწოდებაზე არის რა შენ იცი ხა ტელევიზია რა არის როგორც გინდა ისე შეჭრი ისე შეკერავ ისე იმას გაუშვებ პირველ სიუჟეტად იმას მეორე სიუჟეტად ისე აადუღებ ან ისე ჩააცხრობ ეს ძალიან კარგად იცი ხო შენ ფიქრობ რომ ეს არედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გზით ხდება შენ ფიქრობ რომ ეს არედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რაღაცა კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე ხდება ასე მე ვიცი რომ ფორმატი უნდა იყოს მე ვიცი რომ დღესდღეობით არის დანერგილი დღესდღეობით კი არის кайხანია რაც მე საქმიდან გამოვედი დაინერგა ეს ფორმატი რომ ობიექტურობის ნიშა დაიკავოს მაესტრომ. ამას მე არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ არაობიექტური ერთი წამით არაობიექტურ ქვეყანაში, როდესაც სამი ტელევიზია გებძვის, არ შეიძლება ობიექტურობის თამაში, როდესაც ერთი ხარ, ან ორი რაღაც თბილისზე გამსვლით არაფერი არ არის გასაშუქებელი. აი მაშინ როდესაც არა ფორმები მესმის აბსოლუტურად გასაშუქებელი მილიონი რაღაცაა გასაშუქებელი ჩემს. გია რადიო უსტორი. ეხლა დავიწყოთ ლაპარაკი რა არის გასაშუქებელი და მე რა ცოტა უფრო კონკრეტიკა რომ მაყურებლის მე რა აზრი მაქვს 26 მაისს აი მაგალითად 26 მაისს ამოვიღეს სია სიტყვაზე ვთქვა 26 მაისს 26 მაისის მერე მე არ ვიძახი 26 მაისს იყო ფანტასტიკურად გაშუქებული თვითონ ის საღამო მაგრამ იმის მერე მე რო ვიწექი სახში და უყურებდი ტელევიზორს და მარტო უყურებდი და ჩართული ვიყავი როგორ შუქდებოდა და რა სტუმრები მოდიოდა და როგორ სტუმრები მოდიოდა ის აწეული პარი რა ის სიტუაცია რაც იყო ხო ის ნელ-ნელა ის თქვენ შენ მე არ ვიძახი რომ დააგდეთ ჩვენ დაუნებურად ვარდება ხო და რა ვქნათ როცა ვარდება ეხლა წარმოიდგინე მიშა თავხელიძე სამი ეთერი აქვს სიტყვაზე ვთქვა სამივე ტელევიზიაში ეხლა მომისმინე სამივე ტელევიზიაში ფორმატი გადასაგებია მაგრამ არ არსებობს სხვა ადამიანი კაცო დებატი არ მოდის სხვა ის ადამიანი ვის თავია გაჭეხილი ვისაც შვილი მოუკლეს ვისაც ის ისალბავი რომ მოიყვანოს ტელევიზია არა მენეჯმენტს კი არ უწუნებ მენეჯმენტია ეს აბარა არა მენეჯმენტი იმიტომ რომ მე არა ვარ მართველი კომპანია. კარგი, 100%-იანი მენეჯმენტს უწუნებ. 100%-იანი დამფუძნებელი. მენეჯმენტს უწუნებ. რადიოს დამფუძნებელი ხარ? ის ადეკვატურად მუშაობს? ადეკვატურად მუშაობს, კი. რა არა, გეკითხებ, მე არა. იმას ასახავს დაგისახებ. განსხვავება რა არის? მაგას ამას დაგისახებ. მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდებოდა ეს შეკითხვა. კი, ამ შემთხვევაში შენ მართლ კომპანიას უპირისპირდები თუ მაესტროს დამფუძნებას? არა, ყველა. არა, კაცო, ამ შემთხვევაში მე როგორც დამფუძნებელი. მე ამ შემთხვევაში ვიძახი, მე არა ვიზარ უპირისპირდები. მე ამ შემთხვევაში ვიძახი, რომ ადამიანებში საქართველოს მოსახლეობაში არის მკვეთრად გამეფებული აზრი და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ხო არ არის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ოპოზიციური ტელევიზია. შენ ესე მიგაჩნია? მე ესე არ მიმაჩნია, იმიტომ რამე თუ ვიცნობ ამ ხალხს უყველას და ძალიან მიყვარს. აქ ვიცხოვრე მე 9 თვე. ხო არ მიგაჩნია? ხო და ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან. რო არ მიმაჩნია, იმიტომ მტკივა გული. მაგრამ ესე გამოდის, ესე ჩანს და ესე რო არ ჩანდეს ამ სიტუაციაში, მკვეთრად უნდა დაიჭიროს ის პოზიცია, რომელიც ადეკვატურია დღევანდელი სიტუაციის. მეტი რა ვთქვა? შენ ერთი თვით რა. ეხანაც ვთქვი და ეხაც ვთქვი რა. მოდი შვიდად ვთქვი შემდეგ რა. მე შევესწარი აქ 26 მაისის მერე მიმდინარე ამბებს. დებატები, ის ფორმატი საერთოდ თვითვალისწინებს ორ განსხვავებულ აზრს. სიჭი, ეს
არ გადაცემა არგუმენტებზე ასაუბრე. კონკრეტულად ადამიანებზე მელაპარაკები რა. იმიტომ რომ მე სხვა სიტუაცია მე სხვანაირად ვფიქრობ რა. მე არ უმართავ ამ ტელევიზიას. მე რომ მართავდი ამ ტელევიზიას, სხვა ფორმატი იქნებოდა ეს დამიჟება. აკეთებენ ტელევიზიას, გია. ადამიანები აკეთებენ. ხო და მაგას გეუბნები. ანუ შენ როცა ამობ რომ მიშა თავხელიძეს რატო იწვევო ბევრჯერ რომ სიტყვაზე რც არის. გიხსნით რომ სხვა არ მოდის არავინ და დებატები უბრალოდ არ შედგება. მაშინ უნდა გაუქმდეს. ნაციონალური მოძრაობიდან იმ დღეებში არ მოვიდა არა. განაბებინე არ შეიძლება რომ გააკეთო რომ დაურეკო ერთხელ არ მოდიხარ რატო არ მოდიხარ მეორეჯერ არ მოდიხარ რატო არ მოდიხარ მესამეჯერ რატო არ მოდიხარ და ისიც დაინახავს არ მინდა არ მოდიხარ არ მინდა არ ხო და მაგი უნდა გამოვკვეთოთ რომ ეს არ არის ესე თქვამს ჩანს როგორც ფსევდო ოპოზიციური ტელევიზია და რა ვქნა ჩემი მოგონილი არ არის რა გეუბნებით ეს ჩანს ესე ეს იმიტომ კი არა ნათქვამი რომ დაუშვათ ვიღაცა მიშასთან და მიშას ტელევიზია და ასე შემდეგ ეჭვი ეპარება ხალხს მით უმეტეს დღეს ამ კონიუნქტურაში ხალხს ეჭვი ეპარება მით უმეტეს ამ კონიუნქტურაში რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა შემოგთავაზა ყველაფერში ეჭვი ეპარება ხალხის ნაწილს ხო ხალხის ნაწილს და არა მთლიანად ხალხს მე ვფიქრობ რომ უმრავლესობას ხო იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც იყო სიტყვაზე ვთქვათ მაესტრო 2 წლის წინ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო რა მნიშვნელობა აქვს ნათიაც იყო იქ და სხვა გადაცემებიც იყო რა იმის მერე ეს ტელევიზია ჩემი აზრით ეს არის ხო საქმის დროს 4 თვის გამოშვებას შენ დაუნებურად არ ქონდა ადგილი საქმის დროს 4 თვის გამოშვება კი არ იყო მუხტი იყო ძალიან ზემოთ ავარდნილი ხე შენ ჩემზე კარგად არა გასაგებია მაგრამ უბრალოდ აქციების დასასრული ანუ ვერ აღმოჩნდა გია ისეთ შედეგიანი თქვა რომელსაც ელოდებოდა ოპოზიცია იმ დროს გასაგებია შედეგიანი ეხლა შენ სხვა აბსოლუტურად სხვა მხრიდან მეტრიალებ გასაგებია რომ ვერ აღმოჩნდა ისა მაგრამ ამას დრო გამოაჩენს ეს მართალი იყო თუ არ იყო მართალი ქართველების შორის ქართველების სისხლისღვრა ამას დრო გამოაჩენს ერთადერთი თუ შეიძლებოდა ის შედეგიანად დამყარებულიყო მე მგონია რომ არ უნდა დაყრილიყო მომენტში. გია 25%-იანი წილისპლობელი ხარ პოპულარული კაცი. ტელევიზიაში ერკვევი გაქვს გაკეთებული გადაცემა, პროექტი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო. რას აპირებ, როგორ გინდა რომ მდგომარეობა გამოასწრო? მე მინდა რომ შევიკრიბოთ დამფუძნებლები. ეხლა აქედან გაუგზავნი, დაურეკავ რა მნიშვნელობა აქვს და ვთქვათ, რა ჯერ ესეთი რა იყო იმ წინადადებაში, ესეთი არამისაღები დაუშვათ, რომ ადამიანს უნდა გონს ესაუბრე ამაზე უკვე? გონტი არ არის აქ ჩამოვა და ვესაუბრები და ისე რაც მე ეხლა ვილაპარაკე ძალიან ბევრჯერ ვარ გონტი ასეუბრები. ის საინფორმაციო ცენტრი რომელიც არის შესაქმნელი თავისუფალი ჟურნალისტებისგან ამაში ცუდი რამე არის? არაფერი ინიციატივა. ჩვენთვისაც უკეთესი არ იქნება რომ პოლიტიკური პარტიის და დამფუძნებელი არ იყოს ამის მართველი? უკაცრავად, მაგრამ როდესაც ესეთ წინადადება ინტერნეტი ვრცელდება და არ არის კონკრეტული ლაპარაკი, ეს ხომ არ არის სწორი? არა, კონკრეტიკაზე გადავა კაცო. არა, შეიძლება მე არ ვიცი, მაგრამ გეუბნები, მე რაც გავრცელდა იმას გეუბნები. მე პირადად ეხა ის ფუნქციები დაუშვათ თუ თამაშის წესებზე შევთანხმდით და მთელი მედია, თავისუფალი მედია, რაც შეიძლება გაერთიანდა ამ ერთი იდეის გარშემო და საერთოდ არა მარტო მედია. გია, შეკითხვა მაგას. აბსოლუტურად დამფუძნებელი 25%-იანი წილისპლობელი. ჩემი მოგზალებული აზრით, შენი ეს საუბრები ფას კომპანიას რაღაცნაირად კი არ უკარგავს, ეჭვს აჩენს. მე პირიქით მგონია. ხო, კი ბატონო. არა, ეგ ეხლა ამის დრო არ არის. რატო არ ესეთ სერიოზული ლაპარაკი, როგორც მე ხვდები, არ ქონია არც მამუკასთან და ქონდა მეთქი მამუკასთანაც ქონდა და ნათიასთანაც ქონდა. მამუკასთანაც ქონდა, ბაჩოსთანაც ქონდა, ნათიასთანაც ქონდა. რა სიძახიან? რა სიძახიან და არ ეთანხმებიან ჩემ აზრს და იძახიან რომ ობიექტურობაში არის, მე არ მგონია რომ ეს არის ობიექტური და ადეკვატური ტელევიზია იმისა, რაც ხდება გარეთ. ობიექტური ტელევიზია შეიძლება იყოს ობიექტურ ქვეყანაში. ჩვენ შვეიცარიაში არ ვცხოვრობ. ჩვენ ვეჭიდავებით ისეთ მონსტრს სააკაშვილის ტელევიზიების სახით, რომ არ შეიძლება მე დავშე და მე ობიექტური ვარ. გია, კონკრეტულად მაინტერესებს. ერთი მაგალითი მაინც რომ მაყურებლისთვის იყოს გასაგები რაზე ვსაუბრობთ. რა პრობლემა შეიქმნა? ანუ გასაგები მიშა თავხელიძეს ბევრჯერ მოწევა. არა, დავანებოთ თავი, კაცო, ხო გეუბნებით ეხლა კონკრეტიკაში რო ჩავიდე გეუბნებით, მაშინ ამოვიღოთ და სიუჟეტები გავარჩიოთ. არა, აი აკრედიტაციის გარეშეზე ვილაპარაკე. და აკრედიტაციის გარეშეც გეუბნები რომ გაუვალთ და დაგელაპარაკები რა არ მომწონს ელემენტარულად. მართალია რაღაც ძალიან დიდი ნაწილი მომწონს, მაგრამ არის რაღაც მომენტები, სადაც ნიჰილიზმი ითესება რა. სადაც ითესება ნიჰილიზმი. მაგრამ ეს ჩემი როგორ არის? მოდი ესე ვთქვა რა, მე ხო რა დამოუკიდებელი უნდა ვიყო. დამოუკიდებელი ხარ. მაგრამ ამა შენ თვითონ უნდა ხდებოდე რომ ამ ნიჰილიზმის და თუ ვერ უხდები, ამას არავინ არ და თუ ვერ უხდები, ზინე მოსულა შენთვის და უთქვია რომ შალვა
ესი აღარ გააკეთო? არა. კი, მაგრამ მაგას თვით ცენზურა ქვია. ღმერთმა დამყარო და ამას შენ თუ ვერ ხვდები, რომ ეს სიტუაცია არ უნდა გააკეთო, ამას ვერავინ ვერ აგიხსნის, კაცო. კი, მაგას თვით ცენზურა ქვია და არ შეიძლება ეგ დაემართოს ჟურნალისტს. ცენზურა საკუთარ თავში უნდა კონდეს, კაცო. ამან თუ არის ის რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა თესავს ნიჰილიზმს და რა არ თესავს, მე ვერ ვასწავლე. მესმის აბსოლუტურად რაზეც საუბრობ შენ, მაგრამ მე ერთს ვამბობ, ეს ჩემი როგორც ნათია მიქეაშვილის აზრია მოქალაქის უბრალოდ, მე როგორ ჟურნალისტი მაყურებელს ვერ მოვატყობ. თუ საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, მე ვარ ვალდებული, თუნდაც იმიტომ რომ ოპოზიცია შენი აზრით, ჩემი გადაცემა ეგ არის პარის გამოშვება ჩემო ნათია. არ არის პარის გამოშვება, ეგ არის რეალობაში გამოგება. კი, ამ შემთხვევაში ვერ დაგეთახა. შენი აზრით ის რაც დაემართა ხელისუფლებას, ჩავიკეტებით მე სიტყვაზე ვამბობ. ანუ შემოქმედება მოღვაწეობა ჩვენი ჟურნალისტების, მათ შორის ჩემიც მართლაც თესავს ნიჰილიზმს გარკვეულწილად ხარ. გარკვეულწილად კი. ეს ძალიან დიდი არა, თუ კიდე გეტყვი რომ პირდაპირ, აი ეხა პირდაპირ ეთერში სიუჟეტებს ვერ გავარჩევთ. არა, ერთი მაინც მითხარი მაგალითად. სიუჟეტებს ვერ გავარჩევთ რა. პირდაპირ ეთერში სიუჟეტებს ეხა შენთან ერთად არ მოვსვლა. შენი წარმოდგენით როგორი გინდა იყოს მაესტრო? ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორი საინფორმაციო გინდა? არ უნდა იყოს აკაციის გარეშე. კავკასია არსებობს კიდე როგორ ვთქვი, კავკასია ასახავს თქვა და ნუ ჩვენზე უკეთესად მუშაობს ამ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ობიექტურია თუ როგორ? რა გითხრათ? კავკასიაში აჰა, მოდი გეტყვი. ან თუ არის არხი ზოგადად საქართველოში? რამდენი ხანია საკინა გამოვიდი? დიდი ხანია. დიდი ხანია და საკავკასიაში არ ყოფილვარ. არ მისულ ხარ. საერთოდ არ დავსერდაურიკია. მოდიო არ. აი არ ყოფილვარ. თვლიან რომ არა. არა, მე ხო ვთვლიან რომ რა. არა ხარ? რა ვთვლიან, გამაგებინეთ რა. ალბათ თვლიან რომ რატო? და რატო არის კვირაში 10 ჯერ ვიღაც n პიროვნება გამაგებინე. და ჩემნაირი მილიონი კიდე. ანუ ეს ჩემი აზრი არ არის. მე გეუნებით ეს ანუ შენ არხის მიკერძოებულობას ან სიკარგეს ამ შემთხვევაში განსაზღვრავ იმას იმით რომ შენ და დაუშვათ შენერებს ეპატიჟებიან ჩემნაირები და დაუშვათ ის ვინც აზროვნებს ჩემნაირად სიტყვაზებთან ან სხვანაირად და რაღაცა არიან შეიძლება არ იყვნენ რა წელით 1 წლის განმავლობაში საერთოდ 2 წლის განმავლობაში მიწოვლი მაგრამ შეიძლება იყვნენ ადამიანები რომლებიც კვირაში ორჯერ ივლიან ეს ობიექტურია გია იმისთვის რომ სტუბრად მიგვიწევთ უნდა ტოქ-შოუში უნდა ტოპ ნიუსში მინიმუმი იყოს პიროვნება ანუ საკნის მერე 26 მაისის მერე მაშინ, თქვა აქციების დასრულების მერე, ხო რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხო დღეს რა არის ტოპ ნიუსები? დღეს ბიზინა ივანიშვილი. გუში რა იყო ბიზინამდე? ბიზინა ივანიშვილი. ბიზინამდე რა იყო? მე რა ტოპ ნიუსები რაზე იგებოდა? ჩვენ ხო გირეკავდით რა? არა, რაზე იგებოდა? ჩემზე არ ვიძახი, კაცო. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ყოველთვის ძალიან გულგატეხილ ადამიანებზე სიტყვაზე ვთქვა, მე გვარებს და სახელებს არ დავასახელებ და ეხლა უხილ მდგომარეობაში ამ ადამიან ნიუსმეიკერებზე გეუბნები. კი, ხელისუფლება ჯობნის ამ შემთხვევაში ოპოზიციას და რასაც ვერ აკეთებს ოპოზიცია და ნიუს ქმნის ხელისუფლება. ნუ კაში მე ესე იგი შეიძლება ვერ ხსნი ისე კარგად რომ მე ბოლო ეს არ არის ჩვენი გასარჩევი. რა თქმა უნდა არ არის ჩვენი გასარჩევი. მე ვამბობ ერთ რაღაცას და რომელსაც კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ ამას ნალაპარაკებს. მოდი, ტელევიზიის პრინციპი. შენ თქვი რომ ჩვენ არადეკვატურად ავსახავთ, ობიექტური ტელევიზიის პრინციპი. ყველა მისის დაბალანსებულობა, შემოწმებულობა ინფორმაციის, ტოპ ნიუსში ვინც არის, ობიექტურად საეთერო თანაბარი დროით გაშუქება, ეს სახელმწიფოებში წერია და ვიცით. შენი პრინციპი მითხარი, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ტელევიზიამ. რა არის შენი პრინციპი? რასაც ეხლა როგორ უნდა გაშუქდეს ამბავი როგორ ტელევიზიამ უნდა იხელმძღვანელოს ისე დღეს რაც გარეთ ადამიანის სულებში და გულებში ხდება. რა ხდება? მილიონი კაცის დაჭერა, მილიონი კაცის დაპატიმრება, მათი ოჯახების ნახვა, მათი მხარდაჭერა, რატო დაიჭირეს, როგორ დაიჭირეს, ან სხვა მიწაწა ართვეს, ან რაღაცა. ხო, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ ამბავს, ტოპ-ნიუსი რა არის? რასაც ტელევიზია აქცევს ნიუსად. რასაც ტელევიზია აქცევს ნიუსად, ის არის ტოპ-ნიუსი. ჩვენ ვაჩვენებთ ამბავს. ზოგადად ნიუსი. ჩვენ ვაჩვენებთ ამ ამბებს. გასაგებია ვაჩვენებთ. არ არის საკმარისი ჩემი. აბა რა უნდა გავაკეთოთ? კონკრეტულად როგორ გითხე? გითხრა სიუჟეტი როგორ უნდა აქვს ნიუსში. მაგასაც გეტყვი გარეთ რო გავალთ რა. არ შეიძლება აქ ეხა მაგის ლაპარაკი რომ როგორ უნდა აეწოს. ეს ხარ ნიშნავს იმას რომ უბრალოდ ხელოვნურად ცოტა დაძაბვის მოხრეხა. დათია ძალიან ბევრი რაღაცა მინდა გითხრა რა, მაგრამ არ ჩემ თავს არ ვაძლევ. ჩემ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას რომ გითხრა. რომ გავალთ გეტყვი. იმიტომ რომ რაღაცეები მინდა რომ გითხრა, რაც ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანია არ იყო ადეკვატური და მინდოდა შენთვის რომ მეთქვა.
ძალიან ბევრი რაღაცა და ამას ხო არ ვიტყვი პირდაპირ ეთერში რა. ხო. არა, მესმის, მაგრამ უბრალოდ მაყურებლისთვის მაინც რო ცოტა გასაგები იყოს. ანუ ხტები ბევრი რაღაცას ვერ ამბობ პირდაპირ ეთერში და თქვა ვერ გამიხილოთ ტელევიზიის სამზარეულოს. კონკრეტული არგუმენტი რა გითხრათ ახლა? რა არის ისე რაც უნდა იყოს და როგორ გააკეთებდი ამას ერთი გითხარი. ატიმრების უფლებების დასწავი აქცია ქუჩაში. პირობითად ვამბობ, როგორ უნდა გაშუქოს. სიუჟეტში, როდესაც არის რაღაც მიყოლებული ამბავი რომელიც იწება ერთი ადამიანით კომენტარს აკეთებს მე აგრძელებს მეორე ადამიანი და ამთავრებს მესამე ადამიანი. კი, პოზიციების გამოხატვა ხდება. ხო, პოზიციების გამოხატვა გააჩნია მე როგორ აკეთებს ამას საკუთარ თითოეული ჟურნალისტი, ხო? ხო, მე როგორ აკეთებს? არ მომწონს მიამათი გაკეთებული ესეთი სიუჟეტი. რა არის პრობლემა? როგორ გითხრა რა არის პრობლემა? რა იყო პრობლემა იმაში ნათია რომ კაი მაწვევით და გეტყვი. რა იყო პრობლემა იმაში რომ ცალმხრივი გაშუქება არ ყოფილიყო ოქრუაშვილის ჩართვის საფრანგეთიდან. მე მქონდა ცდილობა მომეწვა პირდაპირ ეთერში ლევან გაჩეჩილაძე. მე რატო არ მოიწვიე? მეორე ორჩაბას დაიკეტა ეთერი და დარჩა ლევან გაჩეჩილაძე კომენტარის გარეშე ცილის დაწამებული. არხის გენერალური პროდიუსერიც კი დამემოწმება იმაში რომ ჩვენ მზად ვიყავით სეზონი არ დაგვეხურა და ლევან გაჩეჩილაძე დაგვეხურა სეზონი. მე ლევან გაჩეჩილაძე ორჩაბაც იყო მზად რომ მოსულიყო შენთან და სეზონი დაიხო. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თქვა უარი. კი და თქვა უარი. ოქრუაშვილს ჩააკითხეთ იქ პარიზში. კი, მე ფეხი მოტეხილი ლევან საგურამოში ვერ ჩააკითხე. ამოვაკითხავდი აუცილებლად რომ მე რატო? არ უარი უთქავს ბაჭოსაც უთხრდე? უარი როგორ თქვა მეც იქ არხის გენერალური დირექტორი გენერალური პროდიუსერი უარი რაზე თქვა რომ იმაზე ოქრუაშვილის კომენტარი გაეკეთები და? კი, ამ თქვა და კოკაგუნცაძეს მოვიდა იმ საღამოს სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. არა სხვადასხვა ენაზე ვერ დავიფიცებ უბრალოდ არაეთიკური აი მაშინ ამოვიღოთ ის სიუჟეტი და ერთად გავარჩიეთ მაგას გეუბნებოდი აქ ვერ გავარჩიეთ მე. კი ბატონო, თუმცა ის სამხრივი არ ყოფილა, იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძე მე მითხა უარი გადაცემაშიც თქვა. კომენტარი გაეკეთებინა სიუჟეტზე ბრალდებებზე გითხრა უარი. კი, რომ მოსულიყო. კარგი, მოდით სიუჟეტზე და ნიუსებზე ვლაპარაკობთ. ანუ ჩვენ ასე რომ ვაკეთებთ, ამაში შეიძლება მავანმა დაინახოს მიკერძოებულობა, ხო? აი ესე რომ კეთდება ნიუსი, საინფორმაციო. მავანი ამას ვერაფერს ვერ დაინახავს. ამას შეიძლება დაინახოს რაღაც ადამიანების ჯგუფმა, რომელსაც ესმის საერთოდ ტელევიზია, ესმის ნიუსი, ესმის პოლიტიკა. ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ მიხვდება. ჩვეულებრივი ადამიანი მიკერძოებულად გთვლის, ამიტომ როცა თუ ამ წესებს ვიცავ. არა, მიკერძოებულად გთვლის, იმიტომ რომ რა არის ამაში, რატო დასცინის ამ თემას? აი მაგალითად ჩემზე მოსულა, ჩემთან მოსულა ადამიანი და უთქვია, რატო დასცინის შალო ამ თემას? რა თემას? მითხარი. რაღაც თემას. არა, ერთი რა მნიშვნელობა აქვს რა თემას გამაგებინე? რაღაც თემას. ცოტა თემას დასცინე. რა თემას? დასაცინია ესე იგი, ხო? ხო და მაგას გეუბნები, ესე იგი ამ სიტუაციაში შეიძლება არ იყოს დასაცინე. მარტო ხელისუფლებას უნდა დავცინო. არა, ყველას უნდა დაცინო მაგრამ. მე მაგას გეუბნები მეც. ამ თემაზე ქილიკი, როდესაც ახლა მონსტრს ებრძვის შალვა როგორ გითხრა ეხა რომელზე მითხარი? მაგას ვერ აღიხსნი, ვერც აგიგრძალა ვერასდროს. შენ თვითონ უნდა ხდებოდეს. მე ჩემო იქნებ მე ვთვლი, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიონში, რომ ეს თემა მართლაც მოსტ კი არ უპირისპირდება. დასაცინია ის რომ სააშკაროზე გამოვითანა. თუ შეთვლი. ასე მილიონი აზრიარდება. თუ შეთვლი აგიგრძალა ვინ? არა, აგზალვაზე, არა. მე გეუბნები უბრალოდ ხალხი რას ფიქრობს? ხალხი მეურნეერია, ჩემთანაც მოდიან, რომელიც იძახიან რომ ოჩაღო. სოციოლოგიური დია მონსტრი, როგორც ხელისუფლებაში, ასევე შეიძლება ოპოზიციაში იყოს. ალბათ დამეთანხმება. აი ეს მონსტრი, რომელზეც საუბრობ შენ. ხო, რა მონსტრი? აი მონსტრი, რომელსაც გვებრძვის, ხო, შენ ამბობ, ხო? მონსტრი, რომელიც 4 წელიწადია გვებრძვის ისევე სამი ტელევიზია. მარტო ისეს უნდა დავცინო ესე. მიშას რატო უნდა დაცინო? ნაკლებად დაგიცინე, მე დაცინვაზე კი არ ვიძახი. წყალებში დაცინო. წყალებში ვიძახი თვითონ. მიშა უნდა ვაკილიკო მარტო? რატო უნდა აკილიკო? მიშა, დავაი გამაკილიკე მე, გეუნები. არა, სხვა რაღაცას გეუნები, რაც არ გესმის. შალვა. კონკრეტულად არ მეუბნები. კონკრეტულად რა გითხრა ეხა გეუნები? რომელ თემაზეა ლაპარაკი, რომელზეც მოვახდინოთ მოვლენების დრამატიზაცია? მოვახდინოთ მოვლენების დრამატიზაცია? აუძაბოთ? არა. უბრალოდ შეიძლება ისე შეიფუთოს ეს ტელევიზია, რომ ობიექტურობა კი არ იყოს ამოსავალი წერტილი ამის. აბა რა იყოს? და ამით არა, ობიექტურობა რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ დღეს ობიექტური რა არის? დღეს ობიექტური რა არის? დღეს ობიექტური რა არის, მითხარი? და ადეკვატური რა არის? მე მიმაჩნია, რომ თითოეული რა საშინელებას დღეს ხალხში ხდება, ხო? ხო, მაგრამ ამაში მარტო სააკაშვილის კონკრეტულად მიშას ბრალი არ არის. მე არ მწოდნია მაშინ ტელევიზია. არის რაღაც მე არ მწოდნია ტელევიზია. ჩემ აზრს გითხრი, გინდა? მაშინ ვთქვათ რა. ჩემი აზრი გაინტერესებს. რეიტინგულად გაინტერესებს. რეიტინგულად გაინტერესებს. მაშინ ვთქვათ რა
ერთ ოთახში და ორ ოთახში რამდენი კაცი უყურებდა მაესტროს და მაშინ ვთქვა 10 ოთახში რამდენი უყურებს მაესტროს. კი, მაგრამ მაშინ გადავთვალოთ გინდა. მოვლენები სხვა იყო. როგორც გინდა ისე დავთვალოთ. არ არსებობს სხვა მოვლენები. იყო ეს ხელისუფლება, იყო ერთი და იგივე პრობლემები. არა, მაშინ მოვლენები აბსოლუტურად დღესაც. გია, მაშინ ოპოზიციის მოწყობილ აქციებზე 10000 კაცი გადიოდა, ახლა 1000 კაცია. მაესტრო დღეს ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე იყო ეს ორი. გია, მოდი მე გეტყვი რა. გარკვე ეგ ყველაფერი დამფუძნებლებთან. კი ბატონო, გავარკვე, აბა რა ვიძახი. მე მაგას ვიძახი, რომ უბრალოდ დამფუძნებლებთან ეს ნალაპარაკები მაქვს ძალიან. მე ამ აზრზე ვრჩები, რომ ტელევიზიაში ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმ გადაცემების წამყვანებს, იგივე ნათიას ანატომიას, იგივე ნანალეჟევას და პიროვნულად ადამიანების საავტორო გადაცემებს, შენ გადაცემას გეუნები, მაგრამ შენიშვნები მაქვს, კიდევ ერთხელ ვიძახი. ჩემში, მაგრამ შენ არ გეუნები რა. ჩემში მაქვს შენიშვნები. შენ თუ ამას ვერ ხვდები, მე ვერ აგიხსნი ამას სხვა ენაზე რა. და უბრალოდ მე შენ გეუნები, რომ შეიძლება მაესტრო იყოს უფრო სერიოზული, უფრო ძლიერი და უფრო ადეკვატური ტელევიზია იმისა, რაც დღეს საქართველოში რეალობა და მოცემულობა არის. კი, მაგრამ ამას ალბათ რესურსის ჭირდება შესაბამის. არა, არსებული რესურსით არის ლაპარაკი. ადამიანური რესურსის არსებული რესურსით, ხო? საქართველოში არის ჟურნალისტიკის სფეროში ადამიანური რესურსი არ არის საუბარი. რამდენი ჟურნალისტი ჩამოგისახელო, ეხლა ვინც სახში ზის და არაფერს არ აკეთებს. და არიან ძალიან კარგი ჟურნალისტები, დავიწყოთ თუ კიდე ნათია ლაზაშვილიდან. რამდენი კაცი ზის? ძალიან ბევრი. მაშინ ზოგადად განმარტოთ რა არის ჟურნალისტიკა. კი, ან თქვა რატო არ მოსულა ნათია ლაზაშვილი? თუ ობიექტურად ნათია ლაზაშვილი უნდა მოვიდეს და უნდა გეხვეწოს კაცო. რა სისულელე? აბა, რატო უნდა მოვიდეს? არ არიან შენი ძახი რომ არ არის რესურსი არ არის ადამიანური და მე გეუბნები რომ ადამიანური რესურსი ძალიან ბევრია. გია, მე იცი, მაშინ ესე გავაკეთე. სტორის საუბარი იქნება ეს რომ ჩვენ მე როცა ეს საუბარი შედგება დამფუძნებლებთან ეს გაირკვეს და მე კიდე მოხვიდე, მაგრამ თუ ეს არ დადგა იმ კალაპოტში, რომელიც შენს გინდა. რომ თუ ეს არ დადგა იმ კალაპოტში, 25%-იანი წილნი მაქვს. ვარ უმცირესობაში. კი ბატონო, გაყიდი? არა, გაყიდვი თუ არ გავყიდეთ, ანუ საბოლოო ჯამში თუ კონსენსუსს ვერ მივაღწიე და ვერ გავაკეთეთ ისეთი ტელევიზია, როგორიც მე მინდა, რაღაცას მოუხერხებ ამ წელს რა. შეიძლება გაჩუქო კიდევაც რა. მე ხო ქილი. რა გინდა შენ ჩაეწერები ოქროთ მე და შეირგებთ 100%-იანი ერთად გადაწყვიტავთ რა. აი სიტყვაზე გიჭერ. ხო, მაგრამ ნუ ცოტა ისაური წინარდება. ამბობ დროს პირდაპირ ეთერში. განუმეორებელი ხარო და შენ ხარ შალვა განუმეორებელი. პირდაპირ ეთერში ვიღებ წინარდებებს ბოლო. მე ვიღებ უნდა თქვა. ხო, მაზდაკის და ჯიბეც გაწია. კი ბატონო, კარგი. გასაგები, არა, ძალიან საინტერესო ამბავია, მაგრამ ჩემთვის ზოგადად მაყურებლიც გაუცებული იქნება. ეხლა იმიტომ რომ წარმომიდგენია მაესტროს შიდა სამზარეულოს ამბები უცბად სუბიექტური. რატო გამოვიდეს შიდა სამზარეულოს ამბები კი რა? ადამიანი ხალხთან ერთად ხრატვები ცხოვრე და ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ამ შემთხვევაში მაესტროს არედაქციო დამოუკიდებლობაში ნამდვილად არავინ ერევა არც დამფუძნებელი. არც ერთი დამფუძნებელი და ეს თუნდაც მაგის დასტური ალბათ ბიზნა ივანიშვილისთვისაც ესეთი აქტიური პოზიცია დამფუძნებლებისა, რომელსაც დამფუძნებლებს არ მოსწონს მაესტრო, მაგრამ არც ჩარეულა არასოდეს და არც რა უნდა ვქნა? კი. რა უნდა ვქნა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან რაღაც კონფლიქტი მაქვს, ან არ მიყვარს ან რაღაცა. მე გეუბნებით, რომ მე შენი ხედვა არ ემთხვევა. შენი ხედვა არ ემთხვევა უმრავლესობის ხედვას. დამფუძნებლების უმრავლესობის ხედვას. ძალიან საინტერესოა. უბრალოდ მაინც ვერ მოვისმინე ის თქვა და რამდენ ხანში შეიძლება ან როგორ შეიძლება უფრო კონკრეტული გეგმა როგორი უნდა გიას იყოს მაესტრო. როგორც 25%-იანი წლის მაესტრო მინდა იყოს ადეკვატური იმისა, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. დანარჩენი მართველი კომპანია არსებობს, თუ ვიქნები, თუ ვიქნები მართველი კომპანია, სიტყვაზე ვთქვა და მართველი ამ ქვეყნის ტელევიზიის, განახებდით როგორი მინდა რომ იყოს მაესტრო. დაგვანახებდით, აი, შორიდან დაგვანახებდით. სერიოზობაში და ვერ დაგანახეთ და ვერც პირით ვერ აუხსენი მამუკას. და ვერც ბაჩოს და რა ვქნა, მოვადრო ალბათ ყველაფერს გავარკვევთ ერთმანეთში რა. ანუ მესმის, ანუ შენი აზრით მაესტროს უნდა კონდეს კვეთრად გამოხატული ოპოზიციური ხაზი. ანუ ნოსტალგია ხარ გაქვს საკნის პერიოდზე. როდესაც არსებობს კვეთრად გამოხატული ხელისუფლების პოზიცია სამი ტელევიზიით, მაესტროს უნდა კონდეს კვეთრად გამოხატული ოპოზიციური პოზიცია. ეს რეიტინგის და რენომის კუთხით კარგი იქნება. ძალიან კარგი, უფრო მაგარი ვიდრე დღეს არის. მე ესე ვფიქრობ.
ან ტარანი უნდა იყოს. ისევე როგორც იყო საქმის დროს. ჩვენ ვემშვიდობებით გიას, გემშვიდობებით ძვირფასო გალემაყურებლებო, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ ხვალ აუცილებლად 19 საათზე და 00 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს. სანამ გია არ გამხდარა მართალი. გია ვერ გახდება მართალი კომპანია, იმიტომ რომ უმრავლესობა ჩვენ მაინც არ დავხურავს. არა, როგორ გეკადრება? ნახვამდის, ხვალამდე გემშვიდობებით.